ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის მიერ გაშიფრულ სქემაზე საუბრობენ. ერთ-ერთ ჩანაწერში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად აკავებული კახა დამენია ბანო მერაბიშვილს ესაუბრება. მასალა მხოლოდ ტელეკომპანია მეცხრე არხს აღმოაჩნდა. სადაც დადიხარ ხოლმე ავტომატზე სამუშაოდ იქ არის დოკუმენტები რა მოგივიდა გული რო გადამიხანებ ძინარეს და ხო იყავი იმ დღეს ჭავჭავდის 33-აში გამენიასო იქა ვინ შენი სუბკონტრაქტორია რა ისე მე გული გადამიხანე კაცო ვერ გავიგე რას მომნებოდი ახლა გავიღვიძე სუბკონტრაქტორი ვინც ყავს დაქირავებული შენ ვინც გიკეთებს მაგ სამუშაოს რა მოგივიდა კაცო ну чем сейфში იყო ის თანხა ის 400 კი არა მილიონ 100 რაღაცა და მე ის აიღე ისაც ის ხო ანუ ის რაც იყო თქვა ის კომპანიის ვარიანტი ხო და მე კომპანიის საერთოდ არ უნდა დააბრუნებინა ხო რავი როგორც გამოძიების ბოლომდე არ დავაბრუნებ რა იყოს რა რაც უფრო გვიან დავაბრუნებ რო კაი არ არის მე ხო თკვილად შეგვჭირდება ხო მაგრამ არა იქიდან თლიანი ხო აქეთა და იქიდან დასაბრუნებელია თელასზე დასაბრუნებელია ხო, თელასზე დასაბრუნებელია. რატო რა საქმე ხო გაუკეთე თელასზე და პრობლემა? თელასი არა, მაგ 4 კომპანიის კონტრაქტი იყო. თელასი იყო ხრამები და მტკვარი. ხო და თელასი არა, გაგრა თელას ხო სექტემბერში საგადასახადო შევიდა რა და მაგ და შეჩერდა მაგის ისა და ნუ იგი შედაც დასაბრუნებელი ასედაც პრინციპში. თელას უნდა უბრალოდ თელას ათ უნდა ფული აქვს. ნუ არა, თუ დაგვიტოვებს არ ვიცი არა მგონია. როგორ ახლა? კარგად. შეიძლება. მე კარგად არა, ტელევიზორში მოვედი ახლა, ჰა. ხო, ახლა პოდკასტს უყურებდი რა, და ამაში ვნახე და. შეიძლება დაბიჭერე ვივლი ტელევიზორში ახლა. ბიზნესი ომბუდსმენის გარეშე ნიკა